ხალხური ზღაპრები, კომბლე. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ერთი ალალ მართალი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ერთი ძროხა ჰყავდა და საბალახოდ უშვებდა. ძროხას იმარე-მარეში ყველა ნადირი იცნობდა და პატრონის შიშით ახლოს არც ერთი არ ეკარებოდა. კაცი არხეინა დიჯდა შინ, თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. ამიტომ ხალხიც სახელად კომბლეს ეძახოდა. ერთ წელიწადს ძროხა ბერწად დარჩა. კომბლე მიფიქრა, ამ ბერწ ძროხას რა უნდა გამოურჩე? მოდი გავყიდი და სამაგიეროდ ცხრებს ვიყიდი. სხვა თუ არაფერი, გაზაფხულზე მატყლს მაინც გავპარსავო. წაიყვანა ძროხა ბაზრობაზე და აატარ-ჩაატარა. ბერწი ძროხა რა თქმა უნდა მსუქანიც იქნებოდა და ყასპებს დანახვისთანავე თვალები ზედ დარჩათ. მაგრამ ფასის მიცემა დაენანათ და ერთმანეთში მოილაპარაკეს. მოდი ამ ტეტიას შარი მოვდოთ და თხის ფასად გავაყიდინოთო. მივიდა ერთი ყასაბი კომბლესთან და ჰკითხა. ძმობილო, რა ღირს შერითხაო? კომბლე გაბრაზდა. შეოხერო, თხას სადახედავ, ძროხააო. ყასაბმა უთხრა, თხა არისო. ძალს კომბლე, ძალს ყასაბი. ბოლოს ყასაბმა უთხრა, რა კი ჩემი არა გჯერა, აი ხალხს დაუძახოთ და ვკითხოთო. დაუძახა ყასაბმა თამის მეგობარ ყასპებს და ჰკითხა. ხალხნო, სამართალი გვიყავით, გაგვაგებინეთ, ეს თხა არის თუ ძროხაო? რა თქმა უნდა, თხა არის, ჩვენ აქ ძროხას ვერსად ვხედავთო, მიუგეს ყასპებმა. მიუბრუნდა ყასაბი კომბლეს და უთხრა. აი ძმობილო, ხომ გესმის ეს პატიოსანი ხალხი რას ამბობს? მე თუ არა, ამათ მაინც დაუჯერეო. გადაირია კომბლე, მაგრამ იმდენ ხალხთან რას გახდებოდა? ადგა და მიყიდა ძროხა თხის ფასად. გამოართვა ყასაბს ფული და უთხრა. რა კი ეს ჩემი ძროხა თხა ყოფილა, მაშინ სამართალი ქენით და ანდაზისა არ იყოს, თხის პატრონს თხის კუდი მაინც მარგუნეთო. ჯანდაბას წაიღოს კუდიო. თქვა ყასაბმა, დაკლა ძროხა, მოსჭრა კუდის ძირში და გადაუდგო. მშვიდობაში მოგახმაროსო. წამოვიდა შენ კომბლე დაღონებული. დაჯდა კერასთან და დაუწყო კომბლებს თლა. თან გულში ყასბის ჯავრი ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო სამაგიერო როგორ გადაეხადა. ერთ დღეს კომბლემ გაიგო, ყასაბი ძლიერ ავად გამხდარაო. მაშინვე ჩაიცვა ექიმის ტანი სამოსი, გაიკეთა წვერი რომ არ ეცნოთ, ამოიფარა ჩოხის ქვეშ თავისი ძროხის კუდი და ერთი კარგი შვინდის კომბალი და წავიდა. მივიდა ყასპის სახლში და მის მოსამსახურეებს უთხრა. თქვენს ბატონს მე მოვარჩენ. ოღონდ ჩემი წამალი ძალიან ძლიერია, რომ დავალევინებ ოფლს მოადენს და ყვირილს დააწყებინებს. მიშველეთ მონკლესო. მაგრამ თქვენ არ შემოხვიდეთ და კარები არ გააღოთ, თორემ ოფლზე ნიავი დაჰკრას და უარესად გახდება, ან შეიძლება ვეღარც კი გადარჩესო. შეუშვეს მოსამსახურეებმა კომბლე ყასაბთან და კარები გარედან გადაკეტეს. მივიდა კომბლე ყასაბთან, მაჯა გაუსინჯა და უთხრა. აბა, გაიხადეო. ყასაბმა რა თქმა უნდა კომბლე ვერ იცნო, მართლა ექიმი ეგონა და მაშინვე გატიტლდა. კომბლემ გამოიღო უბიდან ძროხის კუდი, დაანახვა ყასაბს და ჰკითხა. ეს რისი კუდიაო? რა თქმა უნდა ძროხისაო, მიუგო ყასაბმა. ახლა გახდა ძროხისა, შესულ ძაღლიშვილო, აბა მაშინ რა წამართვით ხის ფასადო? უთხრა კომბლემ. გამოიღო შვინდის გატუსული კომბალიც და მისცხო და მისცხო გვერდებში. ყასაბმა ღრიალი გაბა, მიშველეთ მომკლესო. მაგრამ ვინ მიეშველებოდა? ბოლოს რომ ვეღან გაუძლო კომბლეს კომბალს, შეეხვეწა, ოღონდ ნუ მომკლავ და იმ ძროხის ფულს ორმაგად გადაგიხდიო. ამოიღო ოქროს ფულები სავსე ქისა და მისცა. კომბლემ მხოლოდ თავისი ძროხის საფასური აიღო, დანარჩენი უკანვე მიუგდო და წამოვიდა. იყიდა 4 ცხვარი და მირეკა შინ. მეორე დილით
გაუშვა ცხრების აძოვარზე და თანად აარიგა. თუ მგელი ან სხვა რომელიმე მტაცებელი შეგხვდათ, უთხარით კომბლესები ვართ თქო და ჩემი შიშით ახლოს ვერცერთი ვერ გაგეკარებათო. ცხრები გამოუცდელები იყვნენ. შეყვნენ საძოვარზე და სრულიად უცხო ადგილზე გავიდნენ. იქ კომბლეს არავინ იცნობდა. შემოხვდათ მელია და ჰკითხა: ცხრებო, ვისი ხართო? კომბლესიო, მიუგეს ცხრებმა. კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. ეგ თქვენი კომბლე რაღაც ძალიან საშიში კაცი ჩანსო, თქვა მელიამ და უკან მოუხედავად მოკურცხლა. იარეს ცხრებმა იარეს და ახლა მგელი შემოხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? ვისი და კომბლესიო? ეგ კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. შეშინდა მგელიც, რაღაც ძალიან საშიში ჩანსო, თქვა და იმანაც უკან მოუხედავად მოკურცხლა. იარეს კიდევ ცხრებმა იარეს და ახლა დათვი შემოხვდათ. ცხრებო, ვისი ხართო? ვისი და კომბლესიო? კომბლე რა კაციაო? კომბლე ის კაცია, კომბლებსათლის ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასხობსო. მე თქვენი კომბლე არ ვიცი, მშიერი ვარო, უთხრა დათმა და 4-ვე ცხვარი ცოცხლად გადაყლაპა. საღამო ხანზე უცადა კომბლემ თავის ცხრებს, უცადა და რომ აღარ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი ყველაზე დიდი კომბალი, გაიდო მხერზე და წავიდა საძებნელად. იარა კომბლემ იარა და შემოხვდა მელია. მელიავო, ჩემი ცხრების ხომ არსად გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, სჯულის მადლმაო, მიუგო მელიამ. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყო. დააკრიჭა კბილები მელიამ და ენაც გამოიღო. მაგრამ არც კბილებსა და ენაზე სისხლის ნატამალა არ უჩანდა. კომბლემ მელიას თავი დაანება და წავიდა. იარა და ახლა მგელი შემოხვდა. ჩემი ცხრების ხომ არ გინახავსო? კითხა მგელმა. არა, სჯულის მადლმაო, მიუგო მგელმა. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყო. დააკრიჭა მგელმა კბილები და ენაც გამოიღო, მაგრამ არც თავიდან ენაზე სისხლი არ ეცხო და კბილებში ჩიჩია არ უჩანდა. კომბლემ მგელსაც თავი დაანება და წავიდა. იარა და ბოლოს დათვი შემოხვდა. ჩემი ცხრები ხომ არ გინახავსო? კითხა კომბლემ. არა, სჯულის მადლმაო, მიუგო დათმა. აბა კბილები დაკრიჭე და ენა გამოყო. დაკრიჭა დათუმა კბილები და ენაც გამოყო. ენა სისხლიანი ჰქონდა და კბილებში ჩიჩია უჩანდა. აი შეღორმუცელა ქოფაკო, დასჭყვილა კომბლემ და მისცხო გვერდებში კომბალი, წამოაყრევინა თავისი ცხრები და იმდენი სცენა, სანამ სულ არ მიამგვდარა. ნეკნებ ჩალეწილი დათვი ადგილზე დატოვა, გამოირეკა ცხრები და შინისაკენ გამოსწინა. ეს ამბავი მთელმა სამხეცეთმა გაიგო და კომბლებს ცხრებს შიშით ყველა განზე უვლიდა. ცხრები თავისუფლად დაბალახობდნენ და მრავლდებოდნენ. ბოლოს ისე გამრავლდნენ, რომ თაბარი სულ თეთრად გადაპენდეს. ერთხელ იმ ხარეში ქრისტე-ღმერთმა ჩამოიარა. ნახა ეს ამდენი ცხვარი და თქვა: მოდი ერთი ამ ცხვრის პატრონს ვეწვევი და ვნახავ რა კაცია. აბა თუ ამ სიმდიდრის შესაფერი გულუხვობაც აქვსო. გადაიქცა მათხოვარა ბერიკაცად, მიადგა კომბლეს და სთხოვა. უსახლკარო კაცი ვარ და ერთ ღამეს შემიფარეო. კომბლე ხელგაშლით შეეგება. მობრძანდით სტუმარი ღვთისაო. დაუკლად ცხვარი, კარგად გაამასპინწყლა და ბუმბულის ლოგიში დააძინა. მეორე დილას ადგა ქრისტე-ღმერთი და უთხრა: რა კი ასეთი კეთილი კაცი ყოფილხარ და ცხრები და კომბლებიც ასე ძლიერ ყვარებია, მე შენ ერთ ისეთ კომბალს გაჩუქებ, რომ რასაც ეტყვი, ყველაფერს აგისრულებსო. ცხრების ნახვა თუ მოგინდება ეტყვი,
კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ცხრები მომირეკე, ბატკანიც არ დააკლდესა. წავა და იმ წამს უკლებლივ მოგირეკავსო, ხოლო თუ ვინმე გაგაჯავრებს, მაშინ უთხარი, კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩენ თმას და წვერსა. და ისეთ დღეს დააყრის, რომ თავბეცი წევლიდესო. გამოიყო იღლიიდან კომბალი და მისცა. ამ დღიდან კომბლე ცხრების დასახედად ერთხელაც აღარ წასულა. როცა თავისი ფარების ნახვა და დათვალიერება მოუნდებოდა, აიღებდა კომბალს და ეტყოდა. კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ცხრები მომირეკე, ბატკანიც არ დააკლდესა. წავიდო და კომბალი დაუვლიდა სათავეს და ყველა ფარას უკლებლივ მიურეკავდა. კომბლე გადახედავდა, დაითვლიდა ნამats და ისევ საძოვარზე გაუშვებდა. ცხვარი კი მრავლდებოდა. იმ ქვეყნის ხელმწიფო მეტისმეტად გულხარბი იყო და შეუბრალებელი. ვისაც კი ცოტა ქონებას დააგულებდა, შეუსევდა თავის ნაზირ ვეზირებს და წაართმევდა. ხალხი შიშით საქმეს ვეღარ აკეთებდა და არც ქონება ცხოვრებას იძენდა. გაიგო ხელმწიფომ ჩემს სამფლობელოში ერთ კაცს უთვალავი ცხვარი ჰყოლიაო და მაშინვე ნაზირ ვეზირები გაგზავნა სულ ერთიანად წაართვით და მომირეკეთო. წავიდნენ ნაზირ ვეზირები, გამოირეკეს მთელი ცხვარი და მოურეკეს ხელმწიფეს. გაიგო კომბლემ ჩემი ცხვარი ჩვენს ხელმწიფეს გაურეკინიაო. აიღო ქრისტე-ღმერთის ნაჩუქარი კომბალი და წავიდა. მივიდა ხელმწიფესთან დაუკრა თავი, როგორც ხელმწიფეს ეკადრებოდა და სთხოვა, ჩემი ცხრები დამიბრუნეო. განრისხდა ხელმწიფე, შენც ჩემი ხარ და შენი ცხრებიც, როგორ მიბედავ ასეთ თოვნასო და ვეზირებს უბრძანა, ახლავე გაატიტვლეთ 100 არგანიკარით და დილეგში ჩააგდეთო. ვინ ვისაკრის 100 არგანს ახლავე დაგანახავებთო, თქვა გულში კომბლემ და თავისი გრძნეულ კომბალს უთხრა. კომბალ, შენ სამზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩინ თმას და წვერსა. და დატრიალდა კომბალი და ერთი წუთის განმავლობაში ბოროტი ხელმწიფე და მისი ნაზირ ვეზირები მკვდრები დააყარა. ხალხმა გაიგო ხარბი ხელმწიფის სიკვდილი და სიხარულით ცას ეწია. მთელი ქალაქი სასახლის ეზოში შეიკრიბა, ხელმწიფისა და მისი ვეზირების გვამები გადაყარეს და ხელმწიფედ კომბლე დააყენეს. კომბლე დღესაც ტახტზე ზის, ისევ კომბლებს და ჭერში აწყობს, მტყუანს ხარბსა და გულბოროტს დღესაც თავში უჩაჩქუნებს, ხოლო ალალ-მართალსა და გულკეთილს ყველანაირად წყალობს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქათო იქა, ფქვილი აქა. ზღაპრის დასასრული. გამოიწერეთ YouTube არხი ძილის წინ ზღაპრები.